ხონში პოლიტიკური პარტიები ოფისების გარეშე რჩებიან, მათ შორისაა ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და თავისუფალი საქართველო. დროებით დაიხურა ქართული ოცნების ოფისიც, თუმცა შტაბის ხელმძღვანელი ალეკო ვეკუა ამბობს, რომ რამდენიმე დღეში ოცნება პოლიტიკურ მოღვაწეობას ახალი ოფისიდან გააგრძელებს. ამ დროისათვის პოლიტიკურ საქმიანობას ჩვეული რიტმით განაგრძობენ ნაციონალური მოძრაობის ოფისში. არჩევნებამდე 3 თვით ადრე გაიხსნა ეს რახე ოფისი და დამთავრდა არჩევნები და დაიგედა. მოგვივიდა დირექტივა ცენტრალური ოფისიდან, რომ ეს რაიონული ორგანიზაციის ოფისები იკეტება. ეხლა ამ წუთისთვის მიმდინარეობს ინვენტარის სანიმთექონების და სხვა მატერიალური ფასეულებების აღწერა და გადაბარება. ვთვლით, რომ დაახლოებით 1 კვირით დაიკეტება ეს ოფისი, ვიდრე ალტერნატიული ფარც ვნახავთ და სხვა პირობებში, სხვა იმაში გავაგრძელებთ იგივე ბრძოლას, რაც დაწყებული გვაქვს. ჩვენ იგივე რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, რა რეჟიმიც პრაქტიკულად ჰქონდა თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდის დროს.